ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რატომ არის მონალიზა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატი? მისი იდუმალი ღიმილის გამო, ღიმილის და ნახატიც რა თქმა უნდა მომაჯადავებელია, თუმცა ეს ამ კითხვის პასუხი არ არის. მოყვარული და არ შემდგარი მხატვრის ვინჩენცო პერუჯას მიერ დაგეგმილმა და აღსრულებულმა საუკუნის ზარცვამ მონალიზას სამრაჯემო პოპულარობა მიანიჭა. 1911 წლის 21 აგვისტოს ვინჩენცო პერუჯა მუშის ფორმაში გადაცმული ლუვრის მუზეუმში ერთ-ერთი საკუჭმაო ოთახიდან გამოდის. ლუვრის კედლებზე უამრავი გენიალური ნამუშევარია, თუმცა ზარცველის გული მონალიზა მისი მოკრძალებული ზომების გამო ნახატს თეთრ ტილოში ახლავს და უპრობლემოდ ტოვებს მუზეუმის ტერიტორიას. მეტიც საფრანგეთის ტერიტორიას. პატრიოტული მოტივებით გამსჭვალული მძარცველის მიზანია ნახატი სამშობლოს დაუბრუნოს. მეორე დღეს პარიზის პრესა იტყობინება, რომ მონალიზა მოიპარეს და სწორედ აქედან იწყება მისი ნამდვილი დიდება. ყველა ევროპული და მსოფლიო გაზეთი წერს ამ ძარცვის შესახებ. მილიონობით ადამიანმა, რომელმაც აქამდე არც იცოდა და არც სმენოდა დავინჩის ამ ნახატის შესახებ, ახლა ზუსტად იცის ვინ არის და როგორ გამოიყურება იგი. მეტიც ამ ამბავმა პოპულარობით ტიტანიკის ჩაძირვის ამბავიც კი დაჯრდილა. საინტერესოა ისიც, რომ ეჭვმიტანილებს შორის პაბლო პიკასოც კი მოხვდა. გადაცების ბრალდებით ის დროებით დაპატიმრებულიც კი იყო, თუმცა მალევე გაანთავისუფლეს. ზუსტად 2 წლიანი ნებათაღალვის შემდეგ ვინჩენცო პერუჯა ნახატის გაყიდვის მცდელობისას დააპატიმრეს. ჯოკონდას დაბრუნებიდან 2 დღეში ლუვრს 100,000-ზე მეტი მნახველი ეწვია. სწორედ ასე მოიპოვა მონალიზამ საყოველთაო პოპულარობა.